Წელდება გადაცემა ძვირფასო ტელემაყურებლებო ძალიან საინტერესო თემით დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც გითხარით, ვისაუბრებთ ახალბედა თეატრის შესახებ, რომელსაც აზდაკის ბაღი ქვია და მონაწილეობენ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ისინიც არანაკლებ პროფესიონალები არიან, ვინაიდან ძალიან კარგად ასრულებენ სპექტაკლს. Მოკლედ მე ჩვენს სტუმრებს წარმოგიდგენთ, რომლებიც უფრო ცალად ისაუბრებენ აი ამ თემის შესახებ. ბაჩო გაბურაშვილი, თეატრის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მოგესალმებით ბაჩო, ასევე ჩვენთან ერთად იმყოფება ლუკა უშვერიძე, მსახიობი, რომელიც პირველი დღიდან თეატრის დაარსების პირველი დღიდან იმყოფება აი ამ თეატრში და კეთი ქიბოსტელი, ფსიქოლოგი. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა უნდა გითხრათ მობრძანებისთვის. ბაჩო, თქვენგან დავიწყოთ, რამდენი ხანია საერთოდ რაც არსებობს ეს თეატრი და როგორც ვიცი, სანამ თეატრი დაარსდა და შეკრავდი აი ამ ჯგუფს, მანამდე რაღაც სტუდია იყო, სადაც მონაწილეობდნენ ეს ბავშვები. მოკლე ისტორია საინტერესოა. ესე იგი, ეს თეატრი დაარსდა ამ წლის მარტში, იქიდან გამომდინარე, რომ მე დავდივარ სხვადასხვა დღის ცენტრებში და სხვადასხვა სპექტაკლებში შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებთან და რა ვიცი, გადავწყვიტე, რომ არსებობდეს ჩამოყალიბდეს თეატრი, სადაც იმუშავებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რადგან მათ მართლა აქვთ ამის პოტენციალი, თუ ტიპიური განვითარების ადამიანს უყვარს თეატრი და დგას სცენაზე, ჩვენს გვიყვარს არა ლუკა თეატრი და ჩვენს გვინდა სცენაზე. აქედან გამომდინარე, რომ დავაკავშირე ადამიანები და შევკარი 17 შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანია და 7 ტიპური განვითარების, აი 25 ადამიანი დგას სცენაზე და თამაშობს სპექტაკლს. ჯერჯერობით ერთი სპექტაკლი გვაქვს, მაგრამ სპექტაკლი ბოშები, ხო, რომელიც უკვე ბოშები, კი და აი სექტემბრიდან ვიწყებთ ახალ სპექტაკლზე რეპერტუარის გამრავალფეროვნება გვინდა ერთი სიტყვით და გვინდა ვიარსებოთ როგორც თეატრი და აი აქ წვალობთ და მუშაობთ, რომ ტერიტორიულად სათხართ ბაჭო. ტერიტორიულად ვართ მიცკევიჩის 29 ნომერში არის სარდაფი და აი ამ სარდაფში ძალიან გვიჭირს ტერიტორია, მაგრამ სარეპეტიციოდ ჯერჯერობით აი ეს პირველი სპექტაკლი რაღაცნაირად გამოცხვა და გამოვიდა და ახლა მეცადინეობთ იქნებ სადმე როგორმე ნახოთ. ბაჭო, ესე იგი რამდენიმე თვის წინ შედგა პრემიერა ბოშების, სპექტაკლ ბოშების, რომელიც უკვე ჩვენ აღნიშნეთ. საინტერესოა ის ემოციები, ალბათ ძალიან რთულია აი ამ ხელა მუშაობის შემდეგ, როდესაც და პასუხისმგებლობაც რა თქმა უნდა, შემდეგ გადიან ეს ბავშვები სცენაზე და ელოდები მაყურებლის რეაქციას. აი ამ ემოციების შესახებ რა გითხრათ შეიძლება? 11 ივნისს შედგა პრემიერა ქალაქ ბზიურის ამფითეატრში. იცი რა იყო? იყო ძალიან რა თქმა უნდა დიდი მღელვარება იყო, ცოტა რთულია პრემიერაზე. ყველა ნერვიულობთ, არა და მით უმეტეს ასეთი თეატრის პრემიერაზე. იქიდან გამომდინარე, რომ იყო ამფითეატრი და ძალიან დიდი მოლოდინები გქონდა მაყურებლის და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის აი ზუსტად 5 საათზე 6-ზე იყო, არა 6-ზე იყო პრემიერა და 5 საათზე დაიწყო წვიმა. საშინელმა წვიმამ და აი ამ წვიმამ საერთოდ გაგვანადგურა რა. ძალიან ვინერვიულეთ და ხო და აი ზუსტად 6 საკლდა 1 წუთი რომ გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა იყო და რაღაც პრემიერამ ჩაიარა შესანიშნავად და ემოცია და მაყურებლის მხრიდან მხარდაჭერა ტაშის მხრივ იყო, რა ვიცი, გრანდიოზული, მე პირადად რაღაც მაკანკალებდა კიდეც და აი ამ ემოციის ფონზე შემდეგ დაინიშნა მეორე სპექტაკლი და საერთოდ არ ვფიქრობდით არც გასტროლებს, არაფერს, ნუ ვითამაშებდით და დავაკონსერვებდით ამას და შემდეგ რეპერტუარს რო განავითარებდით და თეატრში თეატრი დაერქნოდა, რა თქმა უნდა ეს რეპერტუარი ჩაჯდებოდა ეს სპექტაკლი. მაგრამ მოხდა ისე, რომ რაღაცა გასტროლებიც დაინიშნა, ვიყავით თელავში, ქუთაისში და გურჯაანში. ახლა ვფიქრობთ, წავიდეთ ფოთში, ქობულეთში და ბათუმში. მოკლედ ორ თვეში სეზონია და ვფიქრობ, რომ ინტერესი ძალიან დიდი იქნება. და პრინციპში არის ინტერესი ისედაც, იმიტომ რომ ესე ზედიზედ ორ თვეში სამჯერო წარმოადგენს სპექტაკლი საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, ალბათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კეთი, თქვენ მინდა გკითხოთ, ან როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი, ფსიქოლოგი ხართ და თქვენი როლი საინტერესოა. თქვენი როლი მართლაც საინტერესო იქნება და სპექტაკლი აი ამ თეატრის დაარსებიდან ალბათ იქ ხართ, ხო?
ერთად მიდიხართ? არა, ხოდაში არა ეს თეატრის დაარსებიდან ერთად არ ვართ. მე სრულად შემთხვევით დაუკავშირდი ბაჩოს იქიდან გამომდინარე, რომ მინდოდა ის ადამიანები, რომლებთანაც მე მუშაობ ფსიქოლოგად, ჩართული ყოფილიყვნენ, როგორც კი გავიგე რომ ეს სპექტაკლი იქმნებოდა, ჩართული ყოფილიყვნენ და ჩვენ შევუერთდით, მოგვიანებით შევუერთდით, სადღაც აპრილი, ერთი თვით დაგვიანებით, ხო, მგონი ესე იყო. და შევუერთდით, აღარ მოვშორდით მე უკვე ბაჩოს თლიანად აზდაკის ბაღს. რაც შეეხება თვითონ რეპეტიციები არის საკმაოდ საინტერესო ფსიქოლოგის გადასახედიდან, იმიტომ რომ სულ ამბობ იმას, რომ ბაჩო, რომელსაც არ აქვს ფსიქოლოგიური განათლება არანაირი, ახერხებს ზუსტად იგივე ყველაფერი გააკეთოს, რაც თვით ფსიქოლოგებმა. ოღონდ ამას ფსიქოლოგის პოზიციით, ფსიქოლოგის მიმიკებით, ფსიქოლოგის მანერებით არ აკეთებს. აკეთებს ძალიან ჩვეულებრივად, იმდენად ჩვეულებრივად და ბუნებრივად, რომ ყველას განცდა აქვს მშობლებსაც და თვითონ მსახიობებსაც, რომ რაღაც დიდი ხანია გგონია ვიცნობთ ბაჩოს. რაღაცას თავისებური ალბათ თვისებები არის, ხასიათი არის ადამიანის, რომელიც გააჩნია და აკეთებს. გააჩნია და ეს იწვევს ამ ბავშვების დიდ სიყვარულს. მე ვიცით როგორი დამოკიდებულება აქვს მათ ბაჩოს. დობას დიახ და რაღაც ყოველდღიურობაში სულ ბაჩოს ხსენება არის, ჩემთან ვისთანაც მუშაობ უშუალოდ, იმათთან ყოველ შემთხვევაში ესე არის. ეხლა ლუკა გვეტყვის თავისი ემოციების შესახებ. ლუკა, ესე იგი, შენ ძალიან დიდი ხანია, ნუ პრინციპში დაარსების დღიდან ხარ აი ამ თეატრში. აი თუ მოგწონს ის საქმე, რასაც აკეთებ. პირველი ამას კითხავ და მე უკვე უშუალოდ აი ამ სპექტაკლის შესახებ, რომელიც თქვენ დადგით. პირველ რიგში ძალიან მომეწონა ბაჩო გაბრუაშვილის სპექტაკლი გურჯანში ქონდა და ძალიან გამიხარდა, რომ ვითამაშე ეს როლი კიკიტია ბატონი და პოლიციის როლი მომცა ბაჩომ და მგონი ახალ სპექტაკლს კიდე დადგავს. გურჯანშიც ქონდა თელავში, ქუთაისში, ახლა ფოთში, ქობულეთში და ბათუმში გვექნება სპექტაკლი და ხარ ნერვიულობ ხოლმე ლუკა გასვლის. აი თქვა, როცა სანამ სცენაზე გახვალ, თუ ნერვიულობ ხოლმე? ცოტა კი ნერვიულობ. აი ეს არის პროფესიონალი მსახიობები, სხვათა შორის. სანამ გავლენ, მანამ ნერვიულობენ, მერე კი თავისუფლად თამაშობენ და დარწმუნებული ვარ შენც ასე ხარ. ამ თეატრის დაარსებით ძალიან გვინდა და რაღაცა მუშაობთ ამ საკითხზე, რომ დაარსდეს პროფესიული სასწავლებელი, რომელშიც ისწავლიან შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები, პროფესიული თეატრალური სასწავლებელი. რაც არ არის რა, გვაქვს სკოლებში ინკლუზიური სწავლება, წინა ბლოკშიც ახსენა ქალბატონმა უსმენდი, მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად ჩერდებით რა. უმაღლესი განათლება. ხო, თუ კი ბატონო, არსებობენ ადამიანები, რომელსაც უყვართ ხეზე შრომა და მუშაობა, ხო? ესეც პროფესიაა და ძალიან კარგია. თუ არსებობს სასწავლებელი, რატომ არ უნდა იყოს ხელოვნებაში? ლუკას მაგალითად უყვარს თეატრი და გიждდება. ბუნებრივად, როგორც ქეთი მახსენა, რომ აი ბაჩო ბუნებრივად ფსიქოლოგობსო, ხო? არ გისწავლია. ისე არ უსწავლია ლუკასაც არტისტობა, მაგრამ ბუნებრივად ახერხებს იმას, რაც არტისტს. ეს არის ნიჭი რა. ხო, რა თქმა უნდა და თუ ლუკა მისი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე განვითარდება სადამდენს მას შეუძლია, რატომაც არა და იყოს პროფესიონალი მსახიობი. საინტერესო იდეაა და მე იმედი მაქვს, რომ ხარდაჭერა იქნება. და აი ამ ეტაპზე რამდენად გაქვთ ხარდაჭერა, თუნდაც მერის ან სახელმწიფო პირველი სპექტაკლი მერიამ დაგვიფინანსა, მაგრამ ეს არის ერთჯერადი რა. არ უნდა იყოს ერთჯერადი, რაღაცნაირად სახელმწიფო უნდა აიღოს ეს ვალდებულება, რომ კონდეს ასეთი თეატრი ქვეყანას. მისთვის სახელმწიფოსთვის არის კარგი, ადამიანებისთვის, ადაპტაციისთვის ძალიან კარგია, მით უმეტეს ამ თეატრს არ ჭირდება ისეთი უსაზღვრო თანხები, რომ რაღაცა არ შეეძლოს. არის სახელმწიფო. გარემო უნდა იყოს ადაპტირებული პირველ რიგში. რა თქმა უნდა და მით უმეტეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პრეცედენტი არ არსებობს. კი იდგმება რაღაც ერთჯერადი პროექტები არის, ერთჯერადი სპექტაკლები, მაგრამ ნუ იყოს ეს მრავალჯერადი. აი ამისკენ ვიბრძვით და რა ვიცი, უნდა იყოს დასაქმებას ვამბობთ ხო ხშირად ყადაღებული თემა შიში ადამიანების დასაქმება. აი დასაქმე ხო ამ კუთხით პროფესიაში დასაქმე და არა იმაში რომ თქვა მაინდა-მაინც რაღაც ლიმონათით სავსე ყუთები უნდა ვატაროთ ხო ეს დასაქმება რაღაც ჰესზე მუშაობა არ არის ეს დასაქმება. დასაქმება ჩემი აზრით არის პროფესიული დასაქმება და პროფესიაში თუ განვითარდებიან ეს ადამიანები რა ჯობია ამას და აი
არ ვიცი რა ვიცი. მით უმეტეს, როდესაც შეუძლიათ მათ. რა თქმა უნდა, მართლა შეუძლიათ რა, ეს არ არის ის თემა, რომ აი ვინმეს დაეხმარო. არავის დახმარება არ ჭირდება. ეს ადამიანები მართლა შრომობენ რეალურად და მისი შესაბამისი ანაზღაურება, როგორც თქვენ ხოლმე ვიხართ ეთერში და რაღაცა შემოსავალს იღებთ რა. მეც ვმუშაობ თეატრში და აქედან ვიღებ. ამ ადამიანმაც უნდა აიღოს, ხო? აი ეს არის რეალური დასაქმება და არა ის რომ თქვა ლუკა ჰესის მშენებლობაზე გავუშვათ და რაღაცა ქვები ვაზრდინოთ აქეთ-იქით არა. ესეც კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა საინტერესო ქეთის მინდა ვკითხო, აი როგორც ფსიქოლოგი რას გვეტყვის ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა საზოგადოების GDS-ზე ვიყავით. ახლა ჩვენთან მე სხვაგანაც მიგიწევენ. ხო. და როდესაც არსებობს თქვა ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ეს ფონი დამოკიდებულება, ცნობიერება ასე თუ ისე მაინც დაბალია. უშუალოდ მსახიობებისთვის რას ნიშნავს? თუნდაც რეპეტიციებზე ყოფნა, შემდგომში უკვე აი ამ ნაშრომის საზოგადოების წინაშე წარდგენა და ასევე მსახიობებისთვის, ბუნებრივია მათთვის, რომლებიც ამ გარემოს წინაშე უწევთ არსებობა და ნელ-ნელა მათთან ერთად ხდება ამ პრობლემების დაძლევა, რომელიც დღეს დგას ჩვენს ქვეყანაში. თუნდაც ის სტერეოტიპები, რომელიც არსებობს. კეთილი, ცოტა შორიდან დავიწყო და ბაჩოს თემას განვავრცობ, რომ საერთოდ სოფლიოში არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი არის დასაქმებული. და საქართველოში აი მართლა თითებზე დასათვლელი არის ესეთი ადამიანი. 1 ან 2 არის. აზდაკის ბაღმა ერთი ხელის მოსმით 17 ადამიანი დააკავა უკვე ამ ეტაპზე, დაასაქმა ამ ეტაპზე, რომლებსაც გარკვეულწილად თავიანთი ჰონორარებიც ჰქონდათ და აქვთ კიდევაც, როდესაც თამაშობენ სპექტაკლებს. ეს ძალიან დიდი პლუსი არის. თუ კი მით უმეტეს დაარსდება და გამოვა სასწავლებელი, უფრო გაიზრდება მაჩვენებელი დასაქმებული ადამიანების, ხო? ეს ერთი, რაც შემიძლია ვთქვა და მეორე, რაც თქვენ ბრძანეთ, თვითონ ცნობიერება საზოგადოების მხრიდან, ხო, იგივე მსახიობების მხრიდან. მსახიობებიც საზოგადოების წევრები არიან, რომლებსაც ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ, მანამ სანამ ისინი მოვლენ ჩვენთან, გაიცნობენ უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და არის ხოლმე გარკვეულწილად ბარიერი. შეიძლება ეს ესე შეუიარაღებელი თვალით აღმოაჩინოთ ცოტა ძნელია, როდესაც თქვათ ხარ უბრალოდ გარეშე პირი, არ ხარ მშობელი, რომელსაც უკვე გამომუშავებული გაქვს, ვინ როგორ უყურებს შენ შვილს და გაფაციცებით აკვირდები ყველას, როდესაც ხო ხარ ფსიქოლოგი, რომ იცი ზუსტად რატო გადაადგილდა ის ადამიანი, რატო დაჯდა იქ, რატო არიდა თავიანთ არა არის და როგორ მოხდა ეს, მაგრამ ყველაზე დიდი ფუფუნება აზდაკის ბაღში არის ის, რომ ერთხელ ქონდა ესეთი შემთხვევა რეპეტიციაზე, როდესაც ერთმა ჩვენმა მსახიობმა არ ვიტყვი ხო სახელს თუ თქვა მსახიობმა მოყვარულ მოხალისე მსახიობს ტექსტი შეახსენა, მაგრამ ეს გააკეთა იმდენად ლამაზად, იმდენად ფაქიზად, რომ მე გამიჭირდებოდა, ბაჩოს გაუჭირდებოდა, ყველას ჩვენ გაგვეჭირდებოდა. ეს იმდენად გაცნობიერებულად და მოწიწებით გააკეთა ამ ადამიანმა, რომ ხა რაღაც რეპეტიციაზე რო ჩაერიო არ არის ეს კარგი ტონი, მაგრამ მე იმ წუთას თავი ვერ შევიკავე და ნუ დადებითი შეფასება განმტკიცებელი მივეცი. ეს არის საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არის, ამას უგრძნობთ, თუნდაც მაშინ, როდესაც აი მაყურებელი ვინ მოდის. სანახავად, დიახ. შეიძლება მხარი დაგვიჭირონ, დაგვაფინანსონ, დაგვეხმარონ და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, ყველასთვის, საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ როდესაც დარბაზის სავსეა ისევ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებით, რეაბილიტაციის ბენეფიციარებით და ქუჩის ბავშვებით, აქ უკვე ბევრი რაღაცა ნათქვამი არის. ეს ძალიან კარგი რამეა რა, ერთხელ თქვი და გამეორდები რომ ანუ ის მაყურებელი ვინც არის ეს ისევ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები, აი სპექტაკლამდე რო დააკვირდეთ მათ თვალებში, ხო, სულ სხვა ადამიანები არიან და სპექტაკლის მერე იმხელა ცვლილებას ვხედავ ხოლმე, აი ამ ადამიანის мотиваცია აქვს, აი მეც შემიძლია, თუ შეუძლია ლუკას, თუ შეუძლია ლექსოს, გიგოს, ასე შემდეგ, მეც შემიძლია, ხო, მისთვის ეს ძალიან კარგი რამეა რა და კიდე ცოტა ნაწყენი ტონით ვიტყვი რომ აი კი რაღაცებში გვეხმარება სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურები, რაღაც დაგვაფინანსებენ, რაღაც ბილეთებს შეიძენენ რაღაცა, მაგრამ არ მახსოვს რომ იყიდეს ბილეთები, მაგრამ არ მოდიან სპექტაკლზე. ეს ძალიან ცუდი ტონია, ეს პირდაპირ შეურაცხყოფაა რა. არ გვინდა არავისი არაფერი, მოდი რა, მოდი ვნახე. არ ჯერათ, ნდობის ფაქტორი არ არის. და როცა თქვათ
მაღალი საზოგადოება ქვიათ, ხო? ეხლა რაღაც მაღალი ფენის წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული. ხო, ეგრეთ წოდებული და როცა ამ ადამიანებს არ აქვთ ნდობა ჩვენი და ჩვენი შესაძლებლობების, მოდი ვეღარ მოვთხოვ ხო საზოგადოების სხვადასხვა ფენებს, რომ რაღაცა გვენდეთ და მართლა შეგვიძლია. დავიწყოთ იქიდან რა, თქვენ გვენდეთ, მოდით ვნახეთ, იქნებ მართლა შეგვიძლია. აი ვერ მოგიყვანეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მართლაც შეგიძლიათ, ახლა პარალელურად ჩვენ ხედავდით კადრებს, მანამდეც რა თქმა უნდა გვაქვს ნანახი თქვენი სპექტაკლი. აი ლუკას მინდა ვკითხო, ლუკა, შენ პირადად თუ შეიძინე მეგობრები აი ამ თეატრის ფარგლებში, ახლა ბაჩო თქვა, რომ შენთან ერთად კიდევ 24 მსახიობი თამაშობს, ხო? და ეს არის ალბათ ძალიან დიდი სიამოვნება, როდესაც შენ მიდიხარ რეპეტიციაზე და ასე შემდეგ. პირველ რიგში მე გავიცანი გიგოში უკაშვილი ლექსო და მანტყოფის ბავშვები ძალიან მომეწონა, იმათაც კარგად იმათმა მაგრა ითამაშეს და ძალიან კარგად შეასრულეს თავისი როლი და მე შევასრულე ჩემი როლი და მსახიობი მინდა გამოვიდა თეატრალური და ბათუმში და ქოფულეთში კარგად ვითამაშო და ფოჩშიც მაგრამ მინდა ვითამაშო და ძალიან მინდა მსახიობობა და ხელი შევაწო ამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგი უკა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ძალიან წარმატებული. ძალიან მაგარი ბიჭია. კოსტუმებში ვინ გეხმარებათ კოსტუმებში? აი კოსტუმებშიც რაღაცა პოლიციის ფორმა მაქვს. კი. იცით რა, იგივე აი დაფინანსება რომ ავიღეთ, მერია დაგვეხმარა და რაღაცა შევკერეთ ეს კოსტუმები და აქ იყო ბიუჯეტი ამისი, რომ მადლობა ღმერთს, რაღაცა ეს ერთი სპექტაკლი შედგა, მაგრამ აი ერთი სპექტაკლით ვარ შემოვიფარგლოთ, აი ამიტომ გვინდა რომ ახლა მუშაობთ კიდევ ახალ სპექტაკლზე. იგი ახლა ახალ სპექტაკლზე დავიწყე პიესის ადაპტირება და სექტემბრიდან უკვე რეპეტიციებს დავიწყებ და გარდა იმისა, რომ ჩვენ ვითამაშებთ, კიდე ითამაშებენ ასეთი პროფესიონალი და წარმატებული მსახიობები. ჩვენ აუცილებლად გეწევით, აი ლუკა თუ დაგპატიჟებს, დიდი სიამოვნებით მოვა ლუკა შენ სპექტაკლში. ყველაზე მთავარი ის არის, რომ თეატრი უკვე არსებობს, პირველი ნაბიჯები გადადგმულია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ექნება დიდი წარმატება და უფრო მეტი აღიარება ვიდრე აქვს და მხარდაჭერა მხარდაჭერა საზოგადოების და სახელმწიფოსი. ამ შემთხვევაში თანაბარად უნდა დაინტერესდნენ ალბათ როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, დაინტერესებთ. დიდი მადლობა. ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ, ინაიდან ამოიწურა ჩვენთვის განკუთვნილი დრო და თქვენთან ერთად დავემშვიდობებით ჩვენს ტელემაყურებლებსაც, ვირფას ტელემაყურებლებო, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს ტრადიციულად 2:09-ზე, ასე რომ მშვიდობიან საღამოს. მადლობა, ჩვენთან ერთად ნახვამდის. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა. კარგად. კარგად. მადლობა.